სტუმარი არ უნდა დაარქვა, არ შეიძლება ვინ არის სტუმარი? მეც ვერ გავიგე, ომი დამთავრდა? დაგვიბრუნეს ის 20% მიწების, კახელაძე გამოუშვეს? ეგ სტუმარია, მართლა ჯერ სტუმარ მასპინძელს რომ მიკითხავ აქ, ოე, იცი იქ რა ხდება, სიუჟეტი იცი? რაზეა საუბარი იცი? ნადირობის ჟამს რო ერთმანეთს გადაეყრებიან და რომ ვერ იცნობენ და რომ წაიყვან საჭი და ამის შემდეგ რო ხდება ეს ყველაფერი? თუ მივიდა იქ, მოუკლა ცოლი გაუპატიურა, შვილები დაუხოცა და მერე უთხრა მოდი მაჭამეო და მერე დღეს სტუმარია ეს ჩემი, თუ ვის ატყუებთ ვერ გავიგე. რა პოპული რა დემაგოგია საერთოდ. რუსი არ არის სტუმარი. რუსი არის დამხრობელი. ჩვენი პრობლემა არის იმაში რომ Yandex Tax შევეჩვიეთ. ეხლა რაღაც მაგნიტია, მაღაზიების ქსელი რუსული, ამას არც მოთმენის რეჟიმშიც კი არ არის ქართველი. ეხლა ის ჩამოიყვანეს ეს ღორი, ვიღაცა ეს პოზნერი, რომელიც განსაკუთრებული ცინიზმით საუბრობს ჩვენზე, აბარა, იმას ის ქართველი უყვარს, იქ ღომს რო უწისა, ელარჩს რო უწელავდა, გადაკუზული რა. ეგ ქართველი უყვარს და ეგ ქართველი არ არის ჩემთვის. ეგ ქართველი არც ერთი არ არის ქართველი, ვისაც რუსში ტურისტი და господин კი არა და товарищ Песков, для вас тут опасно. Не приезжайте, вас тут не любят. და ვინც ეუბნება რომ გვიხარია, აი ზუსტად ის გამოუსვავს ყელში და ზურგს რო შეაქცევს. ესე არ არის ქართული ჯიში ბოლოს და ბოლოს რა. და ამ მიწის შვილი და ვინც ამ მიწაზე დაიბადა და გაიზარდა, ესე ცუციკივით არ ექცევა ტერი უნდა იყოს ნეშომპალა და არა ის ელარჯის წელვა იქ კულტურის წარმომადგენელი ძალიან უკულტურო ხდები როცა ამ ღორებზეა საუბარი რა ვინ დავივიწყო სირცხვილია კვერცხი რომ ესროლოთო სირცხვილი არ არისო 500 ტონი მისა კილოიან ბომბს რო ჩამოგიგდებენ გორის ცენტრში არ შეიმჩნევ სირცხვილი არ არის გახელაძე ისევ ციხეში რო ვზით სირცხვილი არ არის წელში რომ გადატეხეს ის რა ქვია ჩვენი ოთხოზორია თავში რომ გასროლით რომ მოკლეს ეს არ არის სირცხვილი და ამას არ იმჩნევ და კვერცხის სროლა ის არის სირცხვილი არ არის პარტიზანულ ომს რო არ ვაწარმოებთ აქ რო დგახარდა სუფრასთან რომ დგარდა რაღა დაიჩოქებდა გნეუს პომპეუსის შემოსევა და ევროპაში პირველი პარტიზანული ომი კარდე სად რას აკეთებ? ადექი და გავიდეთ და ვიომოთ. აი ეს არის კაცობა, აი ეს არის ომი. ვინს მტენი აქვს სტუმრად? ჩვენი ბიჭების დამხოცველებს ვის ჭაში რო ჩაყარეს თავდაყირა ქართველი ბიჭები აფხაზეთში და რო გადაასწორეს მერე ჩვენი წინამძღვარი რო დახურიტეს ეგ არის შვილის თვალი რო აჭამეს ცოცხალი ქალს თვალწინ მოუკლეს შვილი იმის თვალი რო ეს არის სტუმარი? მიწა უნდა ეწოდეს ყველა რუსი ტურისტი არ არის. ყველას მიწა უნდა ეწოდეს, უნდა იცოდეს აქ. თქვენს უკან ვინ დგას მე არ ვიცი, მაგრამ ჩემს უკან ჩემი მეგობრები არიან. ზელიმხან ჭინჭარაულია ჩემს უკან სნაიპერმა ჰაერში 2 წვია გაათხა მკერჭი აფხაზეთში. აი ეს არის, ის დგას ჩემს უკან. მილიონობით ქართველი დგას, ვინც რუსმა მოკლა. ის დგას იმასთან ვარ პასუხისგებელი. ცხვენია რომ მე ცოცხალი ვარ. პირდაპირ გეუბნებით. რომ და იმასთან ერთად არა ვარ. აი ეს არის სირცხვილი. კვერცხი როგორ? კვერცხი კი არა, ავტომატი ჯერი უნდა მიუშვა ამ ღორებს. საერთოდ ვინახავთ რა არის რა ეს რა ვაჟაფშაველა რა ვაჟაფშაველაზე მელაპარაკები. რა უფლება გაქვთ ვაჟაფშაველაზე ილაპარაკო? რა უფლება გაქვთ? ტერი იცით ვინ არის? არ იცით.